თქვენ დადიოდით, ესწრებოდით სემინარებს და ამბობდით, რომ იქ ყოფნის მიზეზი საკუთარი თავის შესახებ მეტის გაგება იყო. ჩემი გამოცდილებით ადამიანები სემინარებს ესწრებიან განსაკუთრებით თვითგანვითარების სემინარებს, რათა პასუხი იპოვონ. მათ სურთ იცოდნენ, რა შემიძლია ვისწავლო, რათა უფრო წარმატებული ვიყო. ეს არ იყო თქვენი მოტივაცია? არა, საკმაოდ უცნაურია. და ვფიქრობ, ალბათ მართალიც ხართ. ვფიქრობ, სწორედ ამას ეძებს ადამიანის უმეტესობა, ისინი პასუხს ეძებენ საკუთარი თავის გარეთ და ვერასდროს პოულობენ მას. მე მჯერა და ამ დროისთვის მივხვდი, რომ ეს ჩემში იყო. აქ ტორონტოში გავიცანი კაცი. სწორედ მან ჩამრთო ამ საკითხის შესწავლაში, რეი სტენფორდმა, და მან მითხრა, რომ თუ არ მომწონდა ცხოვრებაში მიღებული შედეგები, მომიწევდა საკუთარი თავის შეცვლა. რადგან ეს ჩემი შედეგები იყო. და მითხრა, თუ საკუთარი თავის შეცვლას აპირებ, საკუთარი თავის შესახებ რაღაც უნდა გაარკვიო. ჩემთვის ძალიან ლოგიკურად ჩანდა. ასე რომ დავიწყე საკუთარი თავის შეცვლა. აღმოვაჩინე, რომ ადამიანების უმეტესობამ არ იციან თუ ვინ არიან ისინი. რას გულისხმობთ? მე ვიცი ჩემი სახელი, ჩემი ასაკი, ვიცი სად ვცხოვრობ. კიდევ რა არის? კი, მაგრამ ეს შენ არ ხარ, სულ ესაა. თუ საშუალო ადამიანს კითხავ, ვინ ხარ? გეტყვიან, რომ ბობ პროქტორი ვარ, მაგრამ მე ეს არ ვარ. ბობი და პროქტორი ორი სიტყვაა, მშობლებმა დამარქვეს. სახელებს მეძახიან, მაგრამ ეს მე არ ვარ. ეს ჩემი სახელია. შემდეგ ვიღაც იტყვის, რომ ეს მე ვარ, მაგრამ ესეც მე არ ვარ. ეს ჩემი სხეულია. როგორც არასდროს დარეკავ აქ სტუდიაში და არ იტყვი, სხეული დღეს არ იქნება, ავადაა. კარგი. იცით, ჩვენ არ ვამბობთ ხელს ან ფეხს. ჩვენ ვამბობთ ჩემი ხელი, ჩემი ფეხი, ჩემი სხეული, ჩემი სახელი. ვინ არის ეს ჩემი, ვინ ვარ მე? ეს საინტერესო კითხვაა. და მე მჯერა, რომ თუ ადამიანი დაიწყებს ამის შესწავლას და პასუხის ძებნას, ის იპოვის მას. ხედავთ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთდროულად ვცხოვრობთ გაგების ამ სიფრთხეში. ჩვენ სულიერი არსებები ვართ, გვაქვს ინტელექტი და ვცხოვრობთ ფიზიკურ სხეულებში. კარგი, მაგრამ რადგან არ გვაქვს გაცნობიერება ან გაგება, თუ ვინ ვართ? ჩვენ სრულიად ჩაკეტილები ვართ ფიზიკურ სამყაროში და ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს გარეთ არსებულმა რაღაცეებმა გაგვაკონტროლონ. მოსახლეობის 95% რეაგირებს ცხოვრებაზე. ისინი სინამდვილეში საერთოდ არ ცხოვრობენ. კარგით, და ამას წარმატების ერთ-ერთ ბარიერს ვწოდებდით. ეს უდაო ფაქტია. ვფიქრობ, ორი ბარიერი არსებობს. წარმატება სასაცილო სიტყვაა. Nightingale Gaines მისი შესანიშნავი განმარტება ჰქონდა. მან თქვა, ადამიანი წარმატებულია, თუ იცის სად არის და სად ვიდის და პროგრესულად მოძრაობს ამ მიმართულებით. მან თქვა, რომ წარმატება არის ღირსეული იდეალის პროგრესული რეალიზაცია. ყველას, ვისაც აქვს მიზანი და მისკენ მიიწევს, ის წარმატებულია. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ წარმატებული ხარ, თუ ბევრი ფული გაქვს. ხშირად ბევრი ფული გაქვს, თუ წარმატებული ხარ, მაგრამ ასე არ არის. მე ვერ ვიტყოდი, რომ დედა ტერეზას ბევრი ფული აქვს, მაგრამ ის საკმაოდ წარმატებული ქალბატონია. მას შესადამე წარმატებისკენ მიმავალი დაბრკოლება რეაქციაა. რამდენიმე მათგანია. ჩემი აზრით, ორი დაბრკოლებაა. ერთი არის ჩვენი განპირობებული გონება, განპირობებულობა, რომელიც ხდება ჩვენს ქვეცნობიერში, ჩვილობიდან. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მოვიქცეთ და ვისაუბროთ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების მსგავსად. სწორედ ამიტომ ვსწავლობთ იმ ენას, რომელსაც ვსწავლობთ. თუ ჩვენს სახლში 10 ენა იქნებოდა, ჩვენ ვისწავლიდით 10 ენას ყოველგვარი სირთულის გარეშე. როგორც წესი არის ერთი და ეს ერთადერთია, რომელსაც ვსწავლობთ. და როცა ვიზრდებით, ვფიქრობთ, სხვა ენას ვერ ვისწავლიდი. თუ გინდა 100 ვისწავლით. ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ განპირობებულები ვართ. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი განპირობებულობა. არც თუ ისე კარგი იდეებით. და ეს არის ბარიერი, რომელიც ჩვენშია. ის, რაც ჩვენს გარეთაა, არის ჩვენი გარემო. ჩვენ გვაქვს მიდრეკილება ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენს გარშემო ყველა. და თუ ამაზე დაფიქრდებით, ეს დიდად ლოგიკური არ არის. იმიტომ, რომ თუ სტატისტიკას შეისწავლით, ადამიანების 95% მთელი ცხოვრება ცხოვრობს და არასდროს ცხოვრობს ისე, როგორც სურთ. იცოდით, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის 95% იგივე ცხოვრებით ცხოვრობს, რაც ზემოთ ვახსენეთ. მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მდიდარი კონტინენტი. ისინი ყველა პროდუქტიულად მუშაობენ, ვთქვათ 65 წლიდან 40 წლის განმავლობაში. და საბოლოოდ არავის თითქმის არ აქვს ფული. ესე იგი, რაღაც რიგზე არ არის. ადამიანების დაახლოებით 5% საბოლოოდ ფინანსურად კომფორტულად და მოუკიდებლად გრძნობს თავს. ცდილობთ ჩვენს დეპრესიაში ჩაგდებას, ბობ? არა. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ საინტერესო თემაა, რადგან ხედავთ, რომ ამის უკან დგას იდეა, რომ ნებისმიერ შეუძლია გაიმარჯვოს, საერთოდ ნებისმიერს.
მაგრამ თუ ამ სტატისტიკის შესწავლას დავიწყებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ჯობია დავიწყოთ ჩემით აზროვნება, ვიდრე სხვების აზროვნებას მივყვე. ადამიანების უმეტესობა სამსახურში დადის, ხედავს როგორ აკეთებს ყველა თავის საქმეს და იწყებს იგივეს კეთებას. უნდა გაჩერდნენ და დაფიქრდნენ. ადამიანებიდან ვინმე მიცის რას აკეთებს? არსებობს უკეთესი გზა? არ არის საჭირო რომ მოვერგოთ გარშემო მდგომარეობას? არ გვინდა სამსახურიდან გაგვათავისუფლონ, არ გვინდა პრობლემები შევქმნათ. ზუსტად. უბრალოდ რიგში ჩადგეთ, აიღოთ ნომერი, იყოთ ყველას მსგავსი. იცით, ეს შესანიშნავი იქნებოდა ცხოველთა სამყაროში, მაგრამ ადამიანები ასე არ უნდა ცხოვრობდნენ. ვფიქრობ, ცვლილებები აუცილებლად უნდა შევქმნათ. იქნებ გამოვირჩეოდეთ განსხვავებულები ვიყოთ და ეს არ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსხვავებულები ვიყოთ. ყველა სხვადასხვაგვარად ვფიქრობთ. მე მჯერა რომ უნდა დავიწყოთ ფიქრი და ჩვენს გონებაში ჩამოვაყალიბოთ წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა გვინდა გავაკეთოთ და შემდეგ დავიწყოთ ამის გაკეთება. ემერსონმა ეს გააკეთა, ედისონმა ეს გააკეთა, მარკონიმ ეს გააკეთა, სემიუელ მორისმა ეს გააკეთა, ბაკმინისმა ფულერმა ეს გააკეთა. შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს სია. ისინი განსხვავებულები იყვნენ, გამოირჩეოდნენ, იმით რომ ცვლილებების ტალღას ქმნიდნენ. თქვენ დაიწყეთ საკუთარი თავის ძიებით, რათა მეტი გეპოვათ საკუთარ თავში და გარკვეულწილად წარმატებულიც იყავით. თავიდან ასე არ დამიწყია. დავიწყე იმით, რომ მინდოდა ბევრი ფულის შოვნა. ვფიქრობდი, თუ საკმარისი ფული მექნებოდა, ყველა ჩემს პრობლემას მოვაგვარებდი. აღმოვაჩინე, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მე საკმაოდ ბევრი პრობლემა, ანუ ფული ვიშოვე და როგორც ჩანს, მეტი პრობლემა მქონდა. მაგრამ მე ამ საკითხზე რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ნამდვილი პასუხი ამ ყველაფერში არის საკუთარი თავის უკეთგაცნობიერება, უკეთგაცნობა. და არ მგონია, რომ ამისთვის ჰიმალაის მთებში წასვლა და გურუთ გახდომა დაგჭირდეთ. რა გააკეთა იმისთვის, რომ მეტად გაცნობიერდი? თქვენ თქვით, რომ ბევრ სემინარს დაესწარით. მე სემინარებს დავესწარი კი. დავდიოდი და ვუსმენდი სხვადასხვა სპიკერებს, რომლებიც რაღაცას ასწავლიდნენ გონების შესახებ. ვფიქრობ, თუ დავიწყებთ ჩვენი გონების შესწავლას, პასუხსაც ჩვენსავე გონებაში ვიპოვით. კარგით, თუ მომეცა შესაძლებლობა, შემდეგ დავუბრუნდეთ მაგ თემას. ახლა კი რა მოგცათ ამ კვლევებმა ზუსტად? ვისწავლე, რომ ჩემი არსის უდიდესი ნაწილი არ არის ფიზიკური, ის არის უხილავი. ის, რასაც აქ ფიზიკურ სხეულში ხედავთ, სხვა არაფერია თუ არა ჩემი პიროვნების უმაღლესი მხარის ფიზიკური გამოვლინება. და რა თქმა უნდა, ეს შენს შემთხვევაშიც ასეა და ნებისმიერის შემთხვევაში, თუნდაც აგერ რომელიც კამერის უკან დგას, ეს ყველას შემთხვევაში ასეა. და ვფიქრობ, რომ უნდა შევისწავლოთ, როგორ მუშაობს ჩვენი გონების ეს არაფიზიკური ნაწილი. რა ხდება, როცა ვფიქრობთ, საიდან მოდის აზრები, როგორ შეიქმნა ეს კამი, ვიღაცას უნდა ეფიქრა ამაზე. აზრები ყველგანაა. ჩვენს გონებაში ვიღებთ აზრებს და ვქმნით სურათ ხატებს. რაც საჭიროა რომ გავაანალიზოთ აქ, არის ის, რომ ეს არის ჩვენი არაფიზიკური მხარე, რომელიც ამას აკეთებს. თუ შემიძლია შევქმნა რაღაცის სურათი ჩემს გონებაში, მე შემიძლია შევქმნა მისი ფიზიკური გამოვლინება ჩემს სამყაროში. მაშასადამე თუ შევქმნი ჩემი თავის, როგორც ბედნიერი, თავისუფალი ადამიანის იმიჯს. შემიძლია ასე ვიცხოვრო. თუ შევქმნი ჩემი თავის, როგორც აყვავებული ადამიანის სურათ ხატს, შევძლებ გავხდე აყვავებული. თუ შევქმნით სიმდიდრეს, მდიდრები ვიქნებით? აბსოლუტურად. ჩვენ უკვე მდიდრები ვართ, უბრალოდ ფულის ნაკლებობა გვაქვს. ისინი, ვისაც სურს ფულის ან ბედნიერების ან სხვა რაიმეს შოვნა, რასაც წარმატებად მიიჩნევენ, ვისაც სურს მიაღწიოს იმ მიზნებს, რომლებიც დაისახეს. პირველ რიგში ვიწყებთ საიდან. კარგი. პირველი, რასაც აკეთებთ, არის დაჯდომა და გადაწყვეტა. რა გსურთ? თუ ფული გინდა, რამდენი? ბევრი ფული. არავინ იცის რამდენია ბევრი. კონკრეტულად რამდენი? კარგი. ფურცელზე ზუსტად ამას წერ და ამ ფურცელს თან ატარებ და ხშირად კითხულობ. აი რა ვისწავლე ამ წიგნიდან, იფიქრე და გამდიდრდი და ამას ვასწავლი ჩემს სემინარებზე. ხალხს მიზნების დასახვას ვასწავლი. შენ ზუსტად წყვეტ რა გინდა და შემდეგ იწყებ ფიქრს. ახლა თავში გაგიჩნდება აზრები, რატომ არ შეგიძლია ამ თანხის მიღება? შენ გაქვს უნარი ცნობიერად შეეწინააღმდეგო ამ ფიქრებს. უბრალოდ მოიშორე ისინი თავიდან. იმაზე ფიქრი, თუ რატომ არ შეგიძლია ამის გაკეთება, არასდროს მოგიტანს კარგს და განაგრძე ფიქრი მანამ, სანამ არ დაიწყებ იმაზე ფიქრს, თუ როგორ შეგიძლია ამის გაკეთება და გზას გიჩვენებენ. ეს გზა ჩვენს გონებაში სურათ ხატების გამოვლინებით მოდის. იფიქრე
იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ ეს განახორციელოთ და არა იმაზე, თუ როგორ ვერ შეძლებთ ამას. ჩვენი პირველი ნაბიჯი მიზნების დასახვაა. ეს პირველი ნაბიჯია. იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ ამ მიზნების მიღწევა. ახლა, სანამ კიდევ უფრო შორს წავალთ, უნდა აიღოთ კარგი წიგნი და დაიწყოთ მისი შესწავლა. აირჩიეთ ადამიანი, რომელიც უკვე აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც გსურთ. გაიცანით ეს ადამიანი, მიმართეთ ექსპერტებს რჩევისთვის. ნუ ჰკითხავთ მეზობელს, დედას, მამას, ძმას ან თქვენს თანამშრომლებს, იმიტომ რომ მათ ეს არ იციან. აზრი არ აქვს ადამიანს კითხო, როგორ გამოიმუშაოს ბევრი ფული, თუ ის წელიწადში მხოლოდ $10,000 შეულობს. მათ ეს არ იციან. რომ იცოდნენ, ალბათ მეც იშოვიდნენ. ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია. ეს იგივეა, რომ თუ გინდა გამოჯანმრთელდე, ავადმყოფ ექიმთან არ უნდა მიხვიდე. იპოვე ვინმე, ვისთანაც შეძლებ რჩევისთვის მიმართვას. იშოვო ძალიან კარგი წიგნი და შეისრუტო ეს წიგნი. დაიწყეთ მისი შესწავლა. მაგალითად, მე მაქვს ეს წიგნი, რომელიც ბიბლიას გავს. ეს არის ნაპოლეონ ჰილის წიგნი, იფიქრე და გამდიდრდი. უკვე 23 წელია, რაც ამ წიგნს ვკითხულობ. ალბათ კიდევ 23 წელი წავიკითხავ. კიდევ ერთი კარგი წიგნი მოვიტანე თქვენთან. მას ჰქვია შენი ქვეცნობიერების ძალა. რეკლამებისთვის საკომისიოს არ ვიღებ, ავტორი უკვე გარდაცვლილია, მან რამდენიმე წლის წინ დაგტოვა, მაგრამ დოქტორ ჯოზეფ მერფიმ დაწერა ეს წიგნი თქვენი ქვეცნობიერების ძალა და ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია, რომელსაც კი ოდესმე იპოვით. რადგან ამ წიგნის წაკითხვით რაღაცა შეიტყობთ თქვენი გონების შესახებ. ახლა ბევრ წიგნს ვკითხულობ. სახლში, ჩემს კაბინეტში ალბათ 1000-მდე წიგნი მაქვს ბიბლიოთეკაში, მაგრამ ის, რომელსაც თან ვატარებ, ყველგან თანდა მაქვს და მუდმივად ვკითხულობ, არის იფიქრე და გამდიდრდი. მე არასდროს ვწყვეტ მის კითხვას. რა აზრი აქვს წიგნის ხელახლა წაკითხვას? ისე კარგად უნდა იცოდე, რომ შეგეძლოს მისი ზეპირა წარმოთქმა. საიდუმლო ისაა, რომ ერთხელ ერთ წიგნში წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ როდესაც კარგ წიგნს მეორედ კითხულობ, მაშინ ვერ ხედავ ისეთ რამეს, რაც აქამდე არ შეგინიშნავს, თუმცა შენში ისეთ რამეს ხედავ, რაც აქამდე არ არსებობდა. როდესაც ამას ვკითხულობ, უფრო მეტად ვცნობიერდები. მოდით აქედან 1-2 სტრიქონი წავიკითხოთ. ჰილმა თქვა, ყველა განათლების სისტემაში დაკარგული რგოლი, რომელიც დღეს ცივილიზაციისთვისაა ცნობილი, შეიძლება იმაში იყოს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები ვერ ასწავლიან მოსწავლეებს, როგორ გაუკეთონ ორგანიზება და გამოიყენონ შეძენილი ცოდნა. მან განაგრძო. ჩვენ უნდა გვესმოდეს სიტყვა განათლებულის ნამდვილი მნიშვნელობა. სიტყვა განათლებული, ეს არ არის 25 წლის მანძილზე დაგროვილი შეუდარებელი შეხედულებები, წიგნიდან მიღებული. ეს ინფორმაციის შეგროვებაა. თქვენ ალბათ განავითარებთ თქვენს გონებას, მაგრამ ეჭვმეპარება რამდენად კარგად შეძლებთ მის განვითარებას. მე არ ვარ განათლების წინააღმდეგი, რადგან ჩემს შვილებს ვეუბნები, რომ სკოლაში უნდა იარონ. მან თქვა, სიტყვა განათლება მომდინარეობს სიტყვიდან educo და ის ამბობს, რომ ის წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან educo, რაც ნიშნავს წახალისებას, გამოყვანას, ან შიგნიდან განვითარებას. განათლებული ადამიანი არ არის აუცილებლად ის, ვისაც აქვს ზოგადი ან სპეციალიზებული ცოდნა. განათლებული ადამიანი არის ის, ვისაც აქვს იმდენად განვითარებული გონების უნარები, რომ შეუძლია შეიძინოს ყველაფერი, რაც სურს, ან მისი ეკვივალენტი, სხვების უფლებების დარღვევის გარეშე. განათლებული ადამიანი არის ის, ვინც იცის, როგორ მიიღოს ის, რაც სურს ცხოვრებიდან, ყოველგვარი ეგოიზმის გარეშე. ამ გაგებით მკვლევარი ადამიანი, ვინც იცის, რას ეძებს და იცის, როგორ უნდა იპოვოს ეს. ვფიქრობ, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ჩართულები ამ კვლევაში, რადგან სწავლა პროცესია მთელი ცხოვრების მანძილზე. სწავლას არასდროს ვწყვეტთ. განათლება ნიშნავს შიგნიდან გამოსვლას. ჩვენ უსასრულო წყაროს ვეყრდნობით. ჩვენში ნიჭისა და შესაძლებლობების ღრმა რეზერვუარებია. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ნებისმიერი რამ. ჩვენ გვაქვს ფენომენალური ძალები. სხეულს ისევე რომ გამოვიყენებდეთ როგორც გონებას, ალბათ უბრალოდ ნეკათიც გავაქანებდით. ჩვენ საკმაოდ არ ვავარჯიშებთ ჩვენს გონებას, ხო? ოჰ, არა, არანაირად. ჩვენ ამას არ გვასწავლიან. სკოლაში ბავშვებს სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა ასწავლონ დასხდომა. მათ უნდა მისცენ ცარიელი ფურცელი და სთხოვონ. ვიზუალურად წარმოიდგინონ ის ნიშნები, რომელთა მიღებაც სურთ და თავად დაწერონ ამ ფურცლებზე ნიშნები. ეს სკოლის დაწყებამდე პირველი კვირის განმავლობაში უნდა ხდებოდეს. შემდეგ კი მასწავლებლებმა უნდა უთხრან, ახლა მინდა რომ თქვენ უბრალოდ კონცენტრირდეთ იმაზე, თუ როგორ მიიღებთ ამ ნიშნებს და არ მინდა იფიქროთ იმაზე, რატომ ვერ შეძლებთ ამას და მინდა რომ გქონდეთ თვითრწმენა, რომ მიიღებთ ამ ნიშნებს. ახლა ზოგიერთი ადამიანი იტყვის, რომ ეს არარეალურია. ეს ძალიან რეალურია. ეს წარმატების პრინციპების დაცვაა, რომლებიც დაწერილი ისტორიებში 6000 წლით თარიღდება. ასე მიიღწეოდა ყველაფერი სამყაროში და ეს არ არის ფანტაზიის სფერო. სურვილებით აზროვნებაზე, არა, ოცნებებზე
ვსაუბრობთ. აი საიდან მოდის ყველა სიდიადე? სიდიადე ფანტაზიებიდან მოდის. ვფიქრობ, რომ როდესაც ედისონმა პირველად დაინახა ნატურა, ის ფანტაზიორობდა, მაგრამ ის აგრძელებდა ფანტაზიორობას და ამას აყალიბებდა თეორიად. შემდეგ კი გამოსახულებად და შემდეგ ფაქტად. გულისხმობ, როდესაც ბავშვი ვიყავით, ჩემი ფანტაზიები იყო ფიქრები მთვარეზე გაფრენაზე. ჩვენ იქ მანქანებით ვიყავით, გოლფს თამაშობდით. კარგი, წარმატების პრინციპების თვალსაზრისით თქვენ ახსენეთ დამოკიდებულება. დამოკიდებულება ეს მოიცავს თქვენი აზროვნების წესს, თქვენი გრძნობების და მოქმედებების წესს. და გამიჭირდება დამოკიდებულების ახსნა უბრალოდ საუბრის დროს. სემინარებზე დაფას ვიყენებ და გუშინ ღამით დამოკიდებულების სემინარი ჩავატარე. ჩვენ 3 საათი დავხარჯეთ ამ ერთ თემაზე. ასე რომ 3 წუთში ამის გაკეთება აქ მე არ შემიძლია. ამის გაკეთება შეიძლება, თუმცა მე ჯერ არ მისწავლია როგორ. მოდით ასე ვთქვათ. კარგი, მესმის რომ რთულია, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ, თუმცა გამარჯვებულის დამოკიდებულება უნდა გქონდეთ. ადამიანურ ურთიერთობებში ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე რთულ საკითხზე ადამიანების მართვასთან დაკავშირებით. ყველაზე რთული, რასაც უნდა გავუმკლავდეთ, მათი დამოკიდებულებაა. მართალია, თითქმის შეუძლებელია სხვა ადამიანების დამოკიდებულებების შეცვლა. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მართველი წარუმატებელია. ვერავინ შეცვლის სხვა ადამიანის დამოკიდებულებას და ერთადერთი დამოკიდებულება, რომლის შეცვლაც შეგვიძლია ჩვენივეა. მაგრამ როცა ხედავთ, თუ მართველს აქვს იდეა, რომ ეს მათი დამოკიდებულებაა და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, მაშინ ისინი ვერაფერს გააკეთებენ. მაგრამ თუ მართველი მივადასკვნამდე, დიახ, ეს დამოკიდებულებაა და მოდით ვასწავლოთ მათ რაღაც საკუთარი თავის შესახებ. მოდით ვაგრძნობინოთ მათ, რომ ისინი რაღაცის ღირსნი არიან. ისინი არიან ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, რაც გაგვაჩნია. კომპანიები შემოსავლების ყოველი დოლარის დაახლოებით 65%-ს ხარჯავენ თანამშრომლებზე, ხელფასებზე, შეღავათებზე და მაინც მათ არაფერი იციან თანამშრომლების შესახებ. მათ მეტი იციან გაჯეტებისა და ვიჯეტების შესახებ, ვიდრე ადამიანებზე. კარგით, თქვენ გვთავაზობთ, რომ განვავითაროთ გამარჯვების განწყობა ჩვენში. აბსოლუტურად. შეგიძლიათ ეს პირველ რიგში ჩემთვის განსაზღვროთ? რა არის გამარჯვებულის განწყობა? კარგი, თუ შეგვიძლია გავიგოთ, მოდით ერთი წამით გადავუხვიოთ თემას. მთელი სამყარო კანონებით მოქმედებს და არსებობს საპირისპიროთა კანონი. მათ პოლარობის კანონი ჰქვია. ყველაფერს აქვს თავისი საპირისპირო მხარე. არსებობს მარჯვენა და მარცხენა, არსებობს წინა და უკანა მხარე, ზემოთ და ქვემოთ, ცხელი და ცივი, დადებითი და უარყოფითი, ინი და იანი. შეგიძლიათ იფიქროთ უარყოფითად ან დადებითად, მაგრამ ერთდროულად ორივეზე ვერ იფიქრებთ. ერთდროულად მხოლოდ ერთზეა შესაძლებელი ფიქრი. და ჩვენ უნდა გავწვრთნათ ჩვენი გონება, რომ იფიქროს ეძებოს, დადებითი და კარგი ყველაფერში. ყველაფერში არის რაღაც კარგი. არ არსებობს ისეთი რამ, რაშიც დადებითი არ არის. მანქანა სადგურისკენ მიმავალ გზაზე გაფუჭდა. მასში არის რაღაც კარგი. ახლა შეიძლება დაგჭირდეთ ძებნა, რომ გაიგოთ რა არის მასში კარგი. მაგრამ ყველაფერში არის რაღაც კარგი. რაღაცის არსებობისთვის უნდა არსებობდეს დადებითი და უარყოფითი. არსებობს სქესის კანონი, რომელიც განსაზღვრავს. მეცნიერებას ეს ესმის, ეს მეცნიერებაში ისწავლება. როგორც კი გავიგებთ, რომ არსებობს საპირისპიროთა კანონი, არსებობს უარყოფითი და დადებითი აზრები, როდესაც აზროვნების ენერგია ჩვენს გონებაში მოედინება, ჩვენი გადასაწყვეტია, თუ რაზე ვიფიქრებთ. თუ ადამიანი უმუშევარია, მას შეუძლია გადაწყვიტოს იფიქროს, რომ მე ვერ პოულობ სამსახურს, მაგრამ მას შეუძლია გადაწყვიტოს იფიქროს, რომ მე შემიძლია, რომ ვიპოვო სამსახური. თუ ფიქრობს, რომ მე ვიპოვი, მაშინ დაიწყებს აზრების ნაკადის მოზიდვას, რომ გაარკვიოს, როგორ უნდა იპოვოს იგი. თქვენ უნდა გესმოდეთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი ცნობიერი გონება და თქვენი ქვეცნობიერი გონება თქვენს სხეულთან და ფიზიკურ სამყაროსთან მიმართებაში. ეს დამოკიდებულება სკოლაში უნდა ისწავლებოდეს როგორც საგანი, კითხვის, წერის, არითმეტიკის ან სხვა ნებისმიერი რამის მსგავსად. რადგან ადამიანის დამოკიდებულება განსაზღვრავს, თუ რა ქულებს მიიღებს ის. კარგი, შესაძლოა დამოკიდებულების ნაწილი ან მასთან დაკავშირებული იყოს თვითშეფასება, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ? დიახ, წარმატების პრინციპებზე ვსაუბრობდით და მე ვამბობდი, რომ გამარჯვებულის დამოკიდებულება უნდა გქონდეთ. უნდა დაისახო მიზანი. შემდეგ თვითშეფასებაზე უნდა იმუშაო. ახლა როდესაც ვფიქრობ, ჩვენს გონებაში სურათებს ქმნით. დოქტორმა მაქსველ მარცმა აღმოაჩინა თვითშეფასების კონცეფცია. როგორც დღეს ვიცით 1960 წელს, ის პლასტიკური ქირურგი იყო. მან გააცნობიერა, რომ როდესაც ადამიანებს ოპერაციებს უტარებდა, შეიძლება სახიდან უსიამოვნო ნაწიბური მოეშორებინა, შეიძლება ცხვრის ოპერაცია გაეკეთებინა, ან რამე მსგავსი.
ადამიანებში დიდი ფსიქოლოგიური ცვლილებები ხდებოდა. შესაძლოა ისინი ინტროვერტები იყვნენ, მაგრამ ახლა ძალიან კომუნიკაბელურები და გახსნილები გახდნენ. და მან ივარაუდა, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ორი ხატი, გარეგანი ხატი და ასევე შინაგანი თვითშეფასება. და მან დაინახა ამის შესწავლა და დაწერა შესანიშნავი წიგნი სახელწოდებით ფსიქოკიბერნეტიკა. ფსიქოკიბერნეტიკაში ფსიქო არის გონება, კიბერნეტიკა არის კონტროლისა და კომუნიკაციის მეცნიერება და ის ამ საკითხს განიხილავს და განმარტავს, თუ როგორ გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს წარმოდგენა საკუთარ თავზე და მას თვითშეფასება ეწოდება. ძალიან ბევრი ადამიანი არ იცნობს საკუთარ თავს და ამიტომ მათ არ აქვთ კარგი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ხშირად შეამჩნევთ, რომ ეს ადამიანები თავს გარიდებენ, ისინი არ გიყურებენ თვალებში, ისინი ქვემოთ იყურებიან, ისინი ზემოთ იყურებიან, ისინი არასდროს შეეცდებიან რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთებას, რადგან არ ფიქრობენ, რომ შეუძლიათ. ნაწილობრივ ეს იმიტომ ხდება, რომ სკოლაში გვასწავლიან, რას ვერ ვაკეთებთ კარგად. აქ ჩავიჭერით, დაბალი შეფასებები გქონდა, შესაძლოა ესეც იყოს ამისი ნაწილი. ან მხოლოდ 60% მიიღეთ, ან რამე მსგავსი. ვფიქრობ, სკოლასთან დაკავშირებით IQ ტესტებმა ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწიეს. ბინემ ფრანგმა საუკუნის დასაწყისში გამოიგონა IQ ტესტი და შემდეგ ფენფორდიდან ჩამოვიტანეთ აქ და ჩვენ ადამიანის ინტელექტს ვამოწმებთ და შემდეგ მათ არქს ცუდს ჭკვიანს მივაწერთ და ეს სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. ჩვენ შეგვიძლია IQ შევცვალოთ თვითშეფასების შეცვლით, მაგრამ დიახ, თუ გვეტყვიან, რომ ძალიან კარგები არ ვართ, შენ ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც შენი მამაა. შენ მაწანწალა ხარ, ვერასდროს მიაღწევ წარმატებას. შენ სკოლაში არ გისწავლია, ვერ გაიმარჯვებ. ეს ყველაფერი არის ტყუილი. ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და ბავშვი უნდა წავახალისოთ. მათ უნდა მივეფეროთ, კი არ უნდა ვურტყათ. ახლა როცა ჩვენი უმეტესობა გარკვეული თვითშეფასებით დადის, სამართლიანია თუ არა ამის თქმა. ყველას გვაქვს თვითშეფასება. ჩვენს უმეტესობას რაღაც ხარისხით უარყოფითი თვითშეფასება გვაქვს. ყველა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი თვითშეფასება. არ მაინტერესებს რამდენად კარგია თქვენი იმიჯი. თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ იგი. როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ? მოგვიცი რაღაც კონკრეტული. ისე მთელი დღის სემინარის ჩატარებას ვთხოვ ახლა მე აქ. თუ შევძელი მოგცემთ მარტივ რჩევას. თუ ადამიანი დაჯდება, დაულს მოდუნების საშუალებას მისცემს. სრულიად მოდუნდება და შემდეგ გონებაში საკუთარი თავის ვიზუალიზაციას დაიწყებს. დაინახავს საკუთარ თავს ისე, როგორც სურს. რაც შეიძლება დიდ ძალისხმევას ითხოვდეს, რადგან თავიდან არ ვართ დარწმუნებულები. მოდუნდი. გულისხმობ თუ როგორ გვინდა საკუთარი თავის დანახვა. შეიძლება არ ვიცით როგორ გვინდა. დავაკავშიროთ ეს რაიმე კონკრეტულთან. იქნებ ვინმე, ვიზეც აღფრთოვანებული ვართ. შესაძლოა, ხო? სადმე, სადაც გსურთ საკუთარი თავის დანახვა მომავალში. დაინახეთ, როგორ გსურთ თქვენი ცხოვრების გაგრძელება. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იქ. კარგი? ახლა გაიგეთ, რომ ეს თქვენს გონებაში არსებული სურათია. როდესაც წიგნს იღებ ხელში, წიგნი სხვა არაფერია თუ არა სურათი, რომელიც ავტორმა სიტყვებით დახატა. ერთხელ ვან გოგს დიდ მხატვარს კითხეს, როგორ ქმნიდა ასეთ ლამაზ ნამუშევრებს. მან უპასუხა, მე ვოცნებობ ჩემს ნახატებზე და შემდეგ ვხატავ ჩემს სიზმრებს. სურათი გონებაში უნდა ჩავიბეჭდოთ და შემდეგ კედელზე ან ტილოზე დავხატოთ. მოვდუნდეთ და შევქმნათ ჩვენს გონებაში გამოსახულება. როგორ გვინდა საკუთარი თავის დანახვა ცხოვრებაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, ჩვენ სოციალურ ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იმ პოზიციაში, რომელსაც ვიკავებთ, ან როგორ ვაკეთებთ გაყიდვების პრეზენტაციებს, თუ გაყიდვების სფეროში ვართ, ან რამე მსგავსი. შემდეგ კი გადმოიღეთ ეს სურათი და აღწერეთ, დაწერეთ აწმყო დროში. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ საკუთარ თავს და დაწერეთ. ახლა ბევრი გაიცინებს ამაზე და იტყვის, ამას არანაირი აზრი არ აქვს. ეს ლოგიკურიც არის. მათ არ შეუძლიათ გითხრან, რატომ არ არის ასე. თუმცა მე შემიძლია საათობით აგეხსნათ, რატომ არის ეს ასე და შემიძლია ახსნა ეს ისე დეტალურად, რომ ყველამ გაიგოს. დაწერეთ აღწერა, როგორ გსურთ საკუთარი თავის დანახვა, დაიწყეთ კითხვა და იკითხეთ და იკითხეთ და იკითხეთ ყოველ დღე. მუდამ თან იქონიეთ და განაგრძეთ კითხვა. რაზეც ყველა დიდი მასწავლებელი ისტორიის განმავლობაში შეთანხმდა. ისინი სრულიად ერთსულოვნად თანხმდებოდნენ, რომ ჩვენ ვხვდებით ის, რაზეც ვფიქრობთ.
თავიდან ეს შეიძლება ფანტაზია იყოს. ჩვენთვისაც კი. მოგეჩვენოთ ტყუილი, მაგრამ თუ საკმარისად ხშირად წაიკითხავთ, საბოლოოდ დაიჯერებთ. და როდესაც უილიამ ჯეიმსმა თქვა, გჯეროდეს და შენი რწმენა ფაქტს შექმნის, თქვენ დაინახავთ, რომ ადამიანის პიროვნება იცვლება. მე ვხედავ სემინარებზე ადამიანის პიროვნების ცვლილებებს. ეს ხდება ჩემს თვალწინ. და ისინი უბრალოდ იწყებენ საკუთარი თავის განსხვავებულად აღქმას. ისინი იწყებენ განსხვავებულად ფიქრს. მას ჩვენი აზრები აკონტროლებენ ჩვენს ქმედებებს, ეჭვგარეშეა. ჩვენი აზრები აკონტროლებენ ჩვენს გრძნობებს. ჩვენ ვაკონტროლებთ მათ. ჩვენი გრძნობები აკონტროლებენ ჩვენს ქმედებებს და ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენს აზრებს. აბსოლუტურად. ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი აზრები, დიახ. თუმცა ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ მიდრეკილნი ვართ, რეაგირებდეთ იმაზე, რასაც სხვა ადამიანები გვეუბნებიან და შესაბამისად გვხვდება ნეგატიური აზრები და ეს გავლენას ახდენს ჩვენს გრძნობებზე, ეს გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. მართალია, ზუსტად ასეა. ჩვენ ვკითხულობთ გაზეთს, უბედურება მოდის. ჩვენ უბრალოდ ვიღებთ ამას. უბედურება და ცუდი ცხოვრება არ უნდა მოვიდეს. იცით რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველთვის იყო დეპრესია. მე გავიზარდე იმ იდეით, რომ ყველა გაკოტრდა 30-იან წლებში. ასე არ იყო. ზოგიერთმა მილიონები იშოვა მაშინ. მეგონა რომ ყველა გაკოტრდა. ასე არ მოხდა რეალობაში. ზოგმა ბიზნესი დაიწყო. ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველთვის არის დეპრესია, ზოგისთვის კი ყოველთვის არის კარგი დრო. მოდი ვკითხოთ საკუთარ თავს, როდესაც გაზეთში რამეს ვკითხულობ. მინდა თუ არა ემოციურად ჩავერთო ამ იდეაში? თუ ეს ნეგატიური იდეაა, არ მინდა ემოციურად ჩავერთო მე მასში. გაზეთს ხშირად არ ვკითხულობ. არა ვკითხულობ, მაგრამ მასზე არ ვაჩერებ ჩემს ყურადღებას. ემოციურად არ ვერთვები მასში. როდესაც ახალ ამბებს ვკითხულობ, როდესაც იდეა მოგივა თავში. გეტყვის თუ არა სხვა ვინმე, ან წაიკითხავ მას გაზეთში. უნდა დავფიქრდეთ მასზე, ვკითხოთ საკუთარ თავს. დამეხმარება თუ არა ეს იდეა იქამდე მისვლაში, სადაც მინდა წასვლა. თუ არა, უარყავი იდეა.